სამგრელო ზემოსვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა პოლიტიკაში დაბრუნებასა და საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ 18-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა თენგიზ გუნავამ საკუთარ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გუნავა საქართველოს პრეზიდენტმა გუში შეიწყალა და ის დღეს ოჯახში დაბრუნდა. ადვოკატი შემოვიდა და მითხრა, რომ მზადდებოდა შეზღალება. შემდგომში ხედავთ ახლა მე გარითა ვარ, ის რომ პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე ადამიანებს, ვინც მთელი ამ დღის განმავლობაში გვერდში მედგა, პოლიტიკაში ბუნებრივია მე რჩები და ვაგრძელებ ბრძოლას შევიქვეყნოს უკეთესი მომავლისათვის. პატიმრობიდან გათავისუფლებული თენგიზ გუნავა მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც გუნავამ განაცხადა, ჯერ არ იცის დაბრუნდება თუ არა სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის, ბუნებრივია მე თავისუფალი მოქალაქე ვარ და ხოლმე რა იქნება ნახოთ. ეს ძირითადად იცით, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა და თუ ქონდეთ ამის საუბარი. ჯერჯერობით საუბარი არ ქონია. ყოფილ გუბერნატორს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედა, მეუღლე, შვილები და ოჯახის ახლობლები დახვდნენ. ვინც გამოიყვანა იმის ოჯახის მადლობა, იმ ხალხს, იმ ხელისუფლებას. დიდი მადლობა. მეგობრებს, ამხანაგებს. ყველას ცუდი არ გაუკეთებია, კარგის მეტი. გუნავას სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 წლიანი პატიმრობა მიმდინარე წლის ივლისის თვეში შეეფარდა.